ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი გისოსებს მიღმა. კანონები კი დაჩქარებული ტემპებით ისე იცვლება, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტად იძირება ავტორიტარიზმში. როგორ გაუძლებს ასეთ მმართველობას ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც მისი სტრუქტურიდან გამომდინარე სრულად დამოკიდებულია საგარეო შემოდინებებსა და კონტაქტებზე. ქვეყნის უმსხვილესი ბანკის დამფუძნებლებს გუშინ ხელებზე ბორკილები დაადეს. თუმცა ბიზნესი, რომლის საკმაოდ დიდმა ნაწილმაც საქმის დაწყება და განვითარება, სწორედ ამ ბანკის საკრედიტო რესურსებით მოახერხა, ჩუმადაა. ჩუმად არიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც, რომლის წევრი მსხვილი კომპანიებიც ქართული ოცნების ეკონომიკურ საყრდენებად იქცნენ. ასოციაციის პრეზიდენტ ლევან ფხაკაძესთან და ვიცე-პრეზიდენტ ლაშა პაპაშვილთან დაკავშირებას ფორმულა დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში არ აღმოჩნდა არც გენერალური დირექტორი. არა ვარ მე საქართველოში ახლა. ვერ გაიგეთ ინფორმაცია დაკავებებთან დაკავშირებით? არა ვარ საქართველოში და ვერ გეტყვი. თუ გაიგეთ ბადრი ჯაფარიძე და მამკა ხაზარაძე რომ დააკავეს? მოძრაობაში ვარ მე გადაფრენებში და არა მაქვს. ყოფილი კოლეგების დაცვას და ქვეყანაში დამყარებულ დიქტატურაზე საუბარს მხოლოდ ბიზნესმენების ნაწილი ბედავს. ამბობენ, რომ საქართველოს სრულად აცდა დემოკრატიის გზას და ამ პირობებში ბიზნესის კეთებისთვის სივრცე აღარ რჩება. ქვეყანაში მოშლილია ყველა საფუძველი, რასაც სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე დამოუკიდებელი ბიზნესის სტანდარტი საქართველოში და არაერთ დარგში იქნება ეს ფინანსური სექტორი, დეველოპმენტი, ვიცი, ღვინო, სოფლის მეურნეობა, ანახეს თუ რისი მიღწევა შესაძლებელი და დღეს ეს ხალხი არის ციხეში და საქართველოში ხდება ეს ჩანასახშივე კლავს იმის პერსპექტივას, რომ ხვალინდელი დღე იქნება თუ ზეგინდელი დღე იქნება ბიზნესმა შეეძლოს დამოუკიდებელი განვითარება. ეს ყველაფერი შეიძლება ბუმერანგივით შემოგვიტრიალდეს ბევრ ჩვენთაგანს. ბიზნესი ცხადად ხედავს იმ პრობლემებს, რასაც ქართული ოცნების მმართველობის წესი ქმნის და მომავალში შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამბობენ, რომ ბიზნესში მთავარი განწყობა და სამომავლო პროექტების დაგეგმვაა. შექმნილ ვითარებაში კი საქმის კეთების мотиваცია სულ უფრო იკლებს. არის ზიზღის და გაუტანლობის და რეპრესიების რაღაც ტალღები, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში და ეს ცხადია, რომ არაფერ კარგს არ მოიტანს ეს ყველა, როდესაც ადამიანების უფლებები ილახება და ცალსახად ილახება. ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რაღაცა მდგრადი გარემო გქონდეს ჩვენ აქედან გამომდინარე არის უბრალოდ შეუძლებელი, რაც მერე მოქმედებს ბუნებრივია ბიზნესის გადაწყვეტილებებზე, ვთქვათ, გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. გამჭვირვალე უნდა იყოს ინსტიტუციები, ესე ვთქვათ, ეკონომიკისთვის სასამართლო მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის ეკონომიკურ განვითარებას და ამიტომაც ბიზნესი მაგაზე უნდა საუბრობდეს, იმიტომ რომ ამაზე არ საუბრობ, ჩემთვის გაუგებარია. მაშინ რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური, რომ შენ გადაცახად სიხდი და შენი გადაცახადი არასწორად იხარჯება, შენ თუ ამაზე რეაგირებას არ აკეთებ. ბიზნეს აქტორები ამბობენ, რომ სასამართლოს პოლიტიკური ვერდიქტები და საჯარო დაპატიმრებები ბიზნეს კლიმატს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს, ფულის დაბანდება არავის მოუნდება. ყოველდღე ვუყურებთ ფაქტიურად, როდესაც სასამართლო იღებს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებებს, ეს პირდაპირ აისახება ბიზნეს გარემოზე, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ქვეყანაში გადაწყვეტს შემოსვლას და ბიზნესის დაწყებას, ვინაიდან სადაც სასამართლო არ არის თავისუფალი წარმოუდგენელია იმ გარემოში, გაჩნდეს ახალი ბიზნეს ინიციატივები, ამას ემატება ტოტალური დაჭერები ოპოზიციური პოლიტიკოსების და ეხა უკვე უყურებთ, რომ არა მხოლოდ მათი რეჟიმი გადასულია დაშინებაზე. ქართული ოცნების ფართოდ რეკლამირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღმა ბიზნესი ყველაზე კარგად ხვდება, რაილის ეკონომიკას თუ კი საქართველო იზოლაციაში მოექცევა. ტოტალიტარული სისტემის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის კი ქვეყანას შესაბამისი მატერიალური რესურსი არ გააჩნია.